საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს. ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას. ნათქვამია განცხადებაში. დღეს დილით კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და 250 თანამშრომელს ათავისუფლებს. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს. ამ მოქმედებით ბოროტობაქვედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად დეკლარირებულად გამოაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს ამ საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს, თვით გამოცხადებული ეგრეთ წოდებული საგარეო მინისტრის ხელით პოლიტიკურ წმენდებსაც აანონსებს და სამინისტროდან ათავისუფლებენ 250 ადამიანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგეგმება შემდგომი წმენდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 30-40%-იანი შემცირება.